გიორგი, მესიჯი მომივიდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაჯარიმდითო და მანქანა საერთოდ არ მყავს. შენ რახან მანქანა არ გყავს, ადვილად მიხვდებოდი რომ თაღლითობაა, მაგრამ ბევრ ადამიანს მივიდა მსგავსი მესიჯი და სამწუხაროდ ზოგი მათგანი მოტყუდა. თან კიდე წერია რომ თუ მულზე გადახვალ და მონაცემებს შეავსებ 50%-იანი ფასაკლება გეკუთვნისო. ხო, აი ეგ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ თაღლითები ჩვენან გალიშებზე წვდომას მიიღებენ და აუცილებლად მოგვარავენ თანხას. ნომერიც რაღაცა ჩვეულებრივია და არა პოლიციის. ამიტომ არ უნდა ვენდოთ უცხო საეჭვო ნომრებიდან გამოგზავნილ მსგავს მესიჯებს, მით უმეტეს არ გავხსნათ მული და არ შევიყვანოთ ჩვენი მონაცემები. ეგ კი არა, ჩემი მეგობრის WhatsApp-ი გაუტეხავთ და მესიჯი მომივიდა, ფოტო გამომიგზავნე, ეს შენ არ ხარო? რაღაცა მული რო ახლა მაგან დამაეჭვა, თორე თუ ამ მულზე გადახვალ, მე იქ რაღაცა მეტას და WhatsApp-ის კლონირებული გვერდებია თითქოს და ნომრის ვერიფიკაციას გთხოვენ რაღაცა პასკოდების გამოგზავნას, რაც მე საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა ჩვენი ანგარიშებიდან ფულის მოპარვით დასრულდება. ბანკის სახელით აგზავნიან მეილებს და გთხოვენ რაღაცა მონაცემების შევსებას. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ გავითვალისწინოთ. ჩართეთ მეილებისა და მესენჯერების ორსაფეხურიანი ვერიფიკაცია. არ გააზიაროთ ვერიფიკაციის კოდები. ხშირად და ყოველთვის გააკეთეთ პროგრამული განახლებები ტელეფონშიც და ლეპტოპშიც. საეჭვო შეტყობინება გადაამოწმეთ სხვა საკომუნიკაციო არხით. ყურადღებით გადაამოწმეთ გამომგზავნის ტელეფონის ნომერი, ასევე ვებგვერდის მისამართი, მით უმეტეს მანამდე სანამ თქვენს მონაცემებს შეიყვანოთ. და მთავარი არ შეიყვანოთ საბანკო მონაცემები და პაროლები საეჭვო ვებგვერდებზე. წავედი, პაროლები უნდა გავართულო.